მოგესალმებით. მე გახლავართ ნინო ჯავახიშვილი, ძალიან სასიამოვნოა რომ დღეს მოგზანდით ამ შეხვედრაზე და შევეცდები რომ რაც შეიძლება მოკლედ და კომპაქტურად ჩავატაროთ ეს შეხვედრა. მათთვის ვინც დღეს ვერ მოვიდა, რადგან ლექცია აქვს ან ქალაქში არ არის და ასე შემდეგ, ჩვენ ამ პრეზენტაციას დავდებთ, განვათავსებთ ვებგვერდზე, შევატყობინებთ ამას იმეილებით, ასევე ვიწერთ ამ პრეზენტაციას, ესე რომ ესეც იქნება ვიდეო პრეზენტაციაც იქნება, ასე რომ ყველანაირი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ეხება სადოქტორო კურიკულუმის განახლებულ ვარიანტს, რომელიც ერთობლივად შევიმუშავებთ და რომელსაც ახლა მე თქვენ წარმოგიდგენთ. რამდენიმე ძირითადი პრინციპი, რომელზეც იქნება აგებული ეს ახალი ვარიანტი. პირველი ეს გახლავთ ის, რომ სწავლება იქნება სტუდენტზე ორიენტირებული. ეს ზოგადად ძირითადი პრინციპია მთლიანად უნივერსიტეტში და ეხება რა თქმა უნდა ნებისმიერი დონის პროგრამას, იქნება ეს საბაკალავრო, სამაგისტრო თუ სადოქტორო. და მეორე პრინციპი, ეს არის უკვე სადოქტოროზე კონკრეტულად აქცენტით, ეს არის პროფესორი როგორც ხელმძღვანელი. რას გულისხმობთ ამაში? ამაში გულისხმობთ იმას, რომ როდესაც სტუდენტი სადოქტორო პროგრამაზე აბარებს, მან უკვე იცის, ვინ იქნება მისი ხელმძღვანელი. რადგანაც სადოქტორო პროგრამა გახლავთ წმინდა სამეცნიერო პროგრამა, რომლის შედეგადაც ჩვენ უნდა მივიღოთ მკვლევარი, მეცნიერი, რადგანაც სადოქტორო კვლევა ეს გახლავთ წმინდა სამეცნიერო კვლევა. და ბუნებრივია, რომ ამ გზაზე მკვლევარს მეცნიერს ესაჭიროება ხელმძღვანელი, ანუ ის პროფესორი, რომლებიც თქვენ ბრძანდებით აი აქ. შესაბამისად, პროფესორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდია აი ამ ასეთი ტიპის სადოქტორო პროგრამაში. ეხლა როგორ შეიძლება რომ სტუდენტმა გაიგოს, ესე იგი როგორც თქვით, სტუდენტმა იცის ვინ იქნება მისი ხელმძღვანელი და შესაბამისად ხელმძღვანელი თანახმაა, რომ იმუშაოს ამ სტუდენტთან, ხომ? ამასთან იქნება მიბმული ასევე სტუდენტის მიღებაც. ჩვენ ვიცით, რომ გასაუბრება ტარდება სტუდენტთან, აი ამ გასაუბრების დროს სასურველია რომ უკვე შეთანხმება არსებობდეს სტუდენტსა და ხელმძღვანელს შორის და თუ არ იქნება ეს შეთანხმება, უბრალოდ იქნება განაცხადი სტუდენტის ხელმძღვანელისადმი და უკვე ჩვენ თვითონ შევეცდებით, რომ პროფესორს დაუკავშირდეთ და გავარკვიოთ, ესე იგი თანახმაა თუ არა პროფესორი რომ აიყვანოს ეს სტუდენტი. ეხლა როგორ უნდა გაიგოს სტუდენტმა ვინ რომელი პროფესორები არიან ჩვენს უნივერსიტეტში და როგორ უნდა აირჩიოს ეს პროფესორი. ამისათვის უნივერსიტეტის ვებგვერდზე ეხლაც არსებობს ესეთი ადგილი, სადაც წერია პროფესორები, ოღონდ ეს გარდაიქმნება ეს ადგილი. აქ დაიდება პირველ რიგში ეს პროფესორებზე რო შევა, იქნება სახელი, გვარი და კოორდინატები ამ პროფესორის, შემდეგ იქიდან გადადის ასევე ესე ვთქვათ გვერდზე, სადაც იქნება ამ პროფესორის შესახებ მოკლე ბიოგრაფია, სულ 3-4 წინადადება, გამოქვეყნებული ნაშრომების ჩამონათვალი და ვიდეო პრეზენტაცია იმ კვლევების შესახებ, რომელსაც პროფესორი აწარმოებს. ხომ? აი ამ 3 რაღაცა ნაწილისგან შემდგარი ინფორმაცია პროფესორის შესახებ იქნება სრულიად საკმარისი და ამომწურავი სტუდენტისათვის, რომ მან აირჩიოს ხელმძღვანელი. მაგალითი, ჩემ თავზე, რადგან მე თვითონ ესე იგი გავაკეთე ეს ნაწილი, ესე იგი წერია, ხო, თქვათ, აი ესეთი ინფორმაცია, ხო, შემდეგ წერია ჩემი იმეილის მისამართი, აქვე გთხოვთ ყველას, რომ თუ გნებავთ, რომ მომართოთ აი ამ მისამართზე მომართეთ, იმიტომ რომ ხანდახან პირდაპირ წერენ ხოლმე 3-ის გარეშე, 3 არის ჩემი ნომერი და ის მეილები იკარგება, ანუ ჩემამდე არ მოდის. შემდეგ არის ეს მოკლე ინფორმაცია. თქვენ როგორც გნებავთ, ეს რა თქმა უნდა არ არის არავითარ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტი, თქვენ როგორც გნებავთ, ისე ჩამოაყალიბებთ ამ ინფორმაციას, შემდეგ მოდის პუბლიკაციების სია, ხო? და ამის შემდეგ მოდის ვიდეო პრეზენტაცია. ეხლა მე თქვენ შევეცდები, რომ გაჩვენოთ ცალკე ფაილად მაგას ვიდეო პრეზენტაცია, იქ რა თქმა უნდა ესე არ იქნება, მაგრამ რაღაცა ნაწილი, სხვათა შორის მთლიანად ჩემ შემთხვევაში ეს ფაილი, ვიდეო ფაილი არის სადღაც 6 წუთიანი. თქვენი ნება რა თქმა უნდა, რამდენიც გნებავთ, იმდენ წუთიანი შეიძლება ეს იყოს. უბრალოდ ჩაწერილი მაქვს ესე ჩემი ლაპარაკი და როგორც ხედავთ, არც არის ახლა რაღაცა იდეალური ხარისხით ჩაწერილი, არც ამაზე არ მაქვს პრეტენზია, მთავარია გასაგები იყოს, რაზე ვლაპარაკობ და ახლა მოკლედ გეტყვით მაშინ რაზე ვლაპარაკობ. ანუ რას გულისხმობ ამ ჩემს ვიდეო პრეზენტაციაში.
ესე იგი მე ასე ჩავწერე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის, რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტი, თქვენ შეგიძლიათ სხვანაირადაც ჩაწეროთ, შეგიძლიათ უფრო ხანგრძლივი იყოს თქვენი პრეზენტაცია და ასე შემდეგ. ანუ მე აქ ვამბობ მოკლედ იმ პრინციპების შესახებ, რომელიც ჩემი აზრით საჭიროა სტუდენტისათვის, რომ მან სრულყოფილი სამეცნიერო ნაშრომი გააკეთოს და შემდეგ გადავდივარ იმ თემებზე, რომელ თემებზეც ვატარებ ამ კვლევას. შესაბამისად აქედან გამომდინარე სტუდენტს უკვე ექნება წარმოდგენა რას ვაკეთებ მე ჩემ სტუდენტებთან ერთად, მაგრამ რა თქმა უნდა მე აი ამ პრეზენტაციაში თქვათ არ ვსაუბრობ ძველ კვლევებზე, რომელიც გამიკეთებია თქვათ 7 წლის წინ, 5 წლის წინ, 10 წლის წინ და ასე შემდეგ. და აი ამ ყველაფერს ის ნახულობს იმ პუბლიკაციების ჩამონათვალით, რომელიც იქვე არის მიწოდებული. იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესე იგი სტუდენტი კონკრეტულ ხელმძღვანელთან აბარებდეს და აქ რა თქმა უნდა არაფერი ჩვენ არავითარ აღმოჩენას არ ვაკეთებთ. ესე არის ამერიკის ყველა უმაღლეს სასწავლებელში და ევროპის ძალიან ბევრ უმაღლეს სასწავლებელში. ანუ ზუსტადაც რომ ხელმძღვანელთან მიდის სტუდენტი და მასთან ერთად ატარებს კვლევას, სწორედ იმიტომ რომ იცის ის ხელმძღვანელი რა ტიპის კვლევებს ატარებს. შესაბამისად ხელმძღვანელის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და აქვე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენთან არსებული ტემპუსის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ხელმძღვანელების ტრენინგი კიევში 7-11 მაისს და გთხოვთ რომ მსურველებმა მომმართოთ, ანუ მომწეროთ, ვისაც გნებავთ ინგლისურ ენაზე იქნება ეს ტრენინგი, ვისაც გნებავთ რომ მომწეროთ, რამდენიმე პროფესორის გაშვების საშუალება გვაქვს და შესაბამისად ეს პროცესი ძალიან გთხოვთ რომ რაც შეიძლება სწრაფად გავაკეთოთ, იმიტომ რომ ინფორმაცია ტემპუსის პროექტის ხელმძღვანელობას საჭიროება რაც შეიძლება მალე. ეხლა შემდეგი სხვა რას ვაკეთებთ თვითონ აი ამ პროგრამაში. პირველი რასაც მინდა გესაუბროთ, ეს გახლავთ საორიენტაციო შეხვედრა, რაც ასევე ჩვეულებრივი ამბავია, ჩვენ ამას ვაკეთებთ ყველა დონეზე. რა თქმა უნდა, ეს იქნება სადოქტორო დონეზეც, აუცილებლად გვექნება საორიენტაციო შეხვედრა სტუდენტებთან, სადაც მათ აუხსნით ამ პროგრამას, მის პრინციპებს და ასე შემდეგ და მათ შორის გავაკეთებთ აქცენტს ილიაუნის აკადემიურ სტილზე, რომელიც დევს აი ამ ლინკზე. ეს არის საკმაოდ სერიოზული ნაშრომი, რომელზეც დიდი რაოდენობით ადამიანებმა იმუშავეს. აი ხა ჩამოტვირთ თავს, ეს არის დიდი PDF ფაილი, უბრალოდ მინდა რომ გაჩვენოთ, აი ეს სერიოზული ნაშრომი, რომელზეც დიდი რაოდენობით ადამიანებმა იმუშავეს და საკმაოდ სერიოზული შრომა არის ამაზე დახარჯული. აი ხედავთ, აი აქ არის ჩამოთვლილი გვარები და აი აქ არის დეტალურად აღწერილი რა სტილი არის ჩვენს უნივერსიტეტში, როგორ ხდება წყაროებთან მუშაობა, როგორ უნდა გააფორმოს სტუდენტმა ნაშრომი და ასე შემდეგ. ეს არის ის დოკუმენტი, რომელსაც უნდა იცნობდეს სტუდენტი და უნდა ვიცნობდეთ ჩვენ, რადგანაც ჩვენ ეს დოკუმენტი უნდა ესე ვთქვათ, როგორ თქვა, რაღაც ყოველ რაღაცა თქვათ ლექცია იქნება თუ შეხვედრა იქნება სტუდენტად რაც იქნება, ეს ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ აქ რაც წერია და ამის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. კარგით. რივი საგნები. გახლავთ ეს სამი. ეს საგნები იქნება ჩვენს სადოქტორო პროგრამაში. ეს გახლავთ პროსპექტუსის სემინარი, კოლოკვიუმი და მეცნიერების ფილოსოფიის საგანი. ну დავიწყებ მეცნიერების ფილოსოფიის საგნიდან, ეს გახლავთ ესე ვთქვათ ზოგადი ბაზისი, ამ შემთხვევაში იქნება ლაპარაკი იმაზე, უფრო ძირითადად მეთოდოლოგიაზე, მაინც ანუ მეცნიერების ფილოსოფიაში რა ეპისტემოლოგიებია და როგორ რას გვეუბნება ეს ეპისტემოლოგიები, რომელი ამწუთია გაბატონებული, რომელი იყო აქამდე და ასე შემდეგ. ანუ ეს ქმნის ზოგად საფუძველს კვლევრისათვის, მან იცოდეს აი ეს ზოგადი საფუძველი კონდეს. ახლა თქვენ იცით რომ ჩვენთან სტუდენტი თავდაპირველად იცავს პროსპექტუსს, ხოლო შემდეგ უკვე მუშაობს მთლიანად ნაშრომზე, ხო? ამისათვის ჩვენ ვაკეთებთ პროსპექტუსის სემინარს. ეს იქნება შინაარსობრივი კურსი, რომელიც შედგება უხეშად 2 ნაწილისაგან. ამის სილაბუსები ყველაფერი იქნება, რა თქმა უნდა, მოგაწოდებთ ყველაფერს. პირველი ნაწილი, ეს არის, როდესაც სტუდენტი ძირითადად დამოუკიდებლად მუშაობს ლიტერატურაზე. და მეორე ნაწილი არის, როდესაც უკვე თქვენ გაქვთ სტუდენტთან საკონტაქტო საათები. ეს იქნება სემინარი, რომელსაც ექნება თავისი სილაბუსი და რომელიც თქვენ ჩაგეთვლებათ საკონტაქტო საათებად, ეს იქნება ჩვეულებრივი სალექციო სასემინარო შეხვედრა თქვენი სტუდენტებთან. ბუნებრივია, ასეთ სემინარზე პროფესორი შეხვდება
იმ სტუდენტებს, რომლებიც მას ყავს იმ მომენტში. ეს შეიძლება იყოს ერთი სტუდენტი, შეიძლება ორი, შეიძლება ხუთი და არ ვიცი, რამდენიც, რაღაც ალბათ გონებრივ ზღვრამდე უნდა არსებობდეს სტუდენტების რაოდენობა, რა თქმა უნდა, პროფესორს არ შეუძლია, რომ ძალიან ბევრ სტუდენტს ერთად უხელმძღვანელოს. ანუ თავდაპირველად თქვენ ხვდებით სტუდენტს, იქ ზოგადად რაღაც, ასე ვთქვათ, მიმართულებას აძლევთ, ამის შემდეგ სტუდენტი რაღაცა პერიოდი დამოუკიდებლად ეცნობა ლიტერატურას და შემდგომ უკვე იწყება სემინარი, რომელსაც აქვს ჩვეულებრივი სასემინარო ხასიათი. ანუ რა არის რა იგულისხმება ამის უკან, ხო? ანუ პროსპექტუსი, როგორც ვიცით, შედგება ძირითადად ორი ნაწილისგან. ეს არის საკვლევი კითხვა და ეს არის მეთოდი. შემდეგი ორი ნაწილი, ანუ მონაცემები და მათი განხილვა პროსპექტუსში ვერ იქნება, იმიტომ რომ ჯერ ეს არ აქვს გაკეთებული სტუდენტს პროსპექტუსისთვის, ხო? მაგრამ იმისთვის, რომ სტუდენტმა დასვას სწორედ საკვლევი კითხვა, მან უნდა იცოდეს რა დებატებია, რა უახლესი დებატებია იმ თემაზე, რომელი თემაც მას აინტერესებს შესაბამის ლიტერატურაში. ამ უახლეს დებატებს ის გაეცნობა ძირითადად, რა თქმა უნდა, ჟურნალების სახით, რა თქმა უნდა, წიგნებიც, მაგრამ ძირითადად ეს არის ჟურნალებში ეს უახლესი დებატები. ბოლო 5 წლის, ბოლო 2 წლის ეს უკვე თქვენ თვითონ განსაზღვრავთ ერთად რას წაიკითხავს და როგორ, აი ამ თემასთან დაკავშირებით და ამ ლიტერატურის წაკითხვის შემდეგ ის თანდათანობით ჩამოდის კონკრეტულ საკვლევ კითხვამდე, ანუ ის პოულობს იმ ნიშას, რომელშიც ის ახალ სიტყვას იტყვის. და შესაბამისად ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ მოგვეთხოვება დოქტორანტ სტუდენტს მოეთხოვება, რომ მან უნდა გააკეთოს პუბლიკაცია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში და აი სწორედ ასეთი ტიპის და ასეთი დონის ნაშრომი მისცემს მას შესაძლებლობას, რომ ეს პუბლიკაცია გააკეთოს. შესაბამისად, როდესაც სტუდენტი სემინარზე მოდის, მას უკვე ეს დიდი რაოდენობით ლიტერატურა, დიდძალი რაოდენობით ლიტერატურა უკვე წაკითხული აქვს. ამის შემდეგ, აი მაგალითად მე მაქვს ახლა გაკეთებული სილაბუსი უკვე სექტემბერში ვაპირებ 5 დოქტორანტ სტუდენტთან ერთად ასეთი სემინარის ჩატარებას, სადაც რაღაცა რაოდენობით შეხვედრას გამოუყოფთ თითო სტუდენტს და ყოველი სტუდენტი მოგვაწოდებს გააკეთებს სემინარს, მოყვება რა წაიკითხა, რა იყო, საიდან დაიწყო და სადამდე მიდის. და ეს რა თქმა უნდა თვითონ ამ სტუდენტსაც ეხმარება, შემდეგ ის იღებს უკვე კავშირს არა მარტო ჩემგან როგორც ხელმძღვანელისგან, არამედ იმ სხვა თავისი კოლეგა, ასე ვთქვათ, სტუდენტებისგანაც და შედეგად ამ კურსის საბოლოო პროდუქტი დაიდება სწორედ ეს პროსპექტუსი. იქნება ეს პროდუქტი ამ კურსის საბოლოო. შემდეგი მეორე, ასე ვთქვათ, შინაარსობრივი ტიპის კურსი, ეს გახლავთ კოლოკვიუმი. აქ უკვე ჩვენ გულისხმობთ, რომ სტუდენტს პროსპექტუსი დაცული აქვს და ის აგრძელებს მუშაობას თავის სადოქტორო ნაშრომზე. ამასთან ერთად სტუდენტი შეიძლება ჩართული იყოს სხვა კვლევით პროექტებშიც და არ არის აუცილებელი რომ ეს იყოს მხოლოდ მისი საკუთარი ხელმძღვანელის კვლევითი პროექტი. ეს შეიძლება იყოს სხვა პროფესორის კვლევითი პროექტიც, ესეც ძალიან მისასალმებელია, რა თქმა უნდა. და აი ამ კოლოკვიუმზე შესაბამისად იკრიბება უკვე არა, თქვათ, ერთი პროფესორი და მისი სტუდენტები, არამედ შეიძლება ეს იყოს 2, 3, 4 პროფესორი გამომდინარე იმ სფეროებიდან, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მომიჯნავე სფეროებია, ისინი იკრიბებიან და აკეთებენ ისევ და ისევ სემინარული ტიპის მოხსენებებს მიმდინარე კვლევების შესახებ და ბუნებრივია იღებენ უკავშირს ერთმანეთისგან. სხვა საგნები რა გვაქვს კურიკულუმში გათვალისწინებული, ეს გახლავთ აკადემიური წერა ინგლისურად, ეს უკვე არსებობს, დანერგილია ჩვენთან. უბრალოდ აქვე მიუთითებ, რომ ქართულ ენაზე აკადემიური წერა სამაგისტრო დონეზე იქნება უკვე მასიურად სექტემბრიდან, ამიტომ თუ სტუდენტს სურს რომ გაიაროს ეს საგანი ქართულ ენაზე, თუ მას მანამდე ის გავლილი არ ქონდა, მას შეუძლია გაიაროს ოღონდ კრედიტების გარეშე. ამას ეწოდება ეგრეთ წოდებული დახმარება, ესე რომ ვთქვა, თარგმნოთ ქართულად, ანუ თუ რაღაც დოქტორანტ სტუდენტს არ აქვს თავის დროზე გავლილი, მას შეუძლია ქვედა დონის კურსი აიღოს, ოღონდ ამაში ის კრედიტს არ აიღებს. და გვექნება ასევე კვლევის მეთოდების კურსები, რომელიც უხეშად იქნება გაყოფილი ორ ნაწილად. ერთი ეს გახლავთ რაოდენობრივი ნაწილი და მეორე გახლავთ თვისებრივი ნაწილი, ანუ რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები. შემდეგი ნაწილი ეს გახლავთ პრაქტიკა, რომელიც ასევე არსებობდა მანამდე ჩვენს კურიკულუმში. აქ ესე იგი სტუდენტი ასწავლის ან ასისტირებას უწევს პროფესორს, ისევ და ისევ არ არის აუცილებელი რომ ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ მისი ხელმძღვანელი, შეიძლება სხვა პროფესორსაც გაუწიოს შინაარსიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა. გაცრავად. მაგრამ რასაც ჩვენ ვამატებთ, ეს იქნება ერთი კურსი,
სანამ პრაქტიკას დაიწყებს, ექნება ესეთი კურსი, რომელსაც პირობითად ასე დავარქვიეს სახელი ალბათ შეიცვლება საუნივერსიტეტო განათლების სისტემა, რომლითაც ჩვენ სტუდენტს ვამზადებთ როგორც მასწავლებელს, როგორც პროფესორს, როგორც ლექტორს, რომელიც გნებავთ ის ტერმინი გამოვიყენოთ. ასეთი კურსი ისევ და ისევ არ არის არაფერი ჩემი გამოგონება, ეს დანერგილი არის ძალიან ბევრ უმაღლეს სასწავლებელში დასავლეთში, რადგანაც იგულისხმება, როგორც თქვით, რომ დოქტორანტი ეს გახლავთ მომავალი მეცნიერი მკვლევარი, შესაბამისად მისი კარიერული გზა მიდის საკვლევ დაწესებულებებში, ხოლო საკვლევი დაწესებულების ძალიან დიდი უმეტესობა ეს გახლავთ უნივერსიტეტები, შესაბამისად მკვლევარი მიდის უნივერსიტეტში, ამავდროულად ის ასწავლის და შესაბამისად ის უნდა იყოს მზად ამისათვის, ანუ მან უნდა იცოდეს რა არის უმაღლესი განათლების სისტემა, რა არის კურიკულუმი, რა არის სილაბუსი, როგორ უნდა გააკეთოს სტუდენტის შეფასება, რა მეთოდები უნდა გამოიყენოს სწავლების, რა მეთოდები უნდა გამოიყენოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ის მზად იქნება სწავლებისათვის. და ერთი დამატებითი პატარა მცირე კურსი გვექნება, ეს მხოლოდ სოციალური მეცნიერების წარმომადგენელ სტუდენტებს ეხებათ, სოციალური თეორიების კურსი. ესე იგი, როგორც ეს იყო მთლიანად ის მონახაზი, რომელიც მე თქვენ მოგაწოდეთ და ესე იგი იმ ინფორმაციის, რომელზეც მე ვილაპარაკე, ანუ ინფორმაცია თქვენ შესახებ, რომელიც შედგება ამ სამი ნაწილისაგან, მოკლე ბიო, გამოქვეყნებული ნაშრომების ჩამონათვალი და ვიდეო პრეზენტაცია, ამისათვის შევთანხმდეთ, რომ ბოლო ვადა იყოს 21 აპრილი, ანუ ერთი თვე, პრინციპში იმისთვის, რაც უკვე იცით და მზად გაქვთ, ალბათ პუბლიკაციების სია გექნებათ, მოკლე ბიოგრაფიის დაწერას 2 წამი ჭირდება ალბათ და ვიდეო პრეზენტაციასაც ნახეთ, რომ ჩემ შემთხვევაში არაფერი დიდი დრო არ დაჭირვებია. აი ამ ინფორმაციას თქვენ აგზავნით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში და შემდეგ აი ისეთი სახით ავტვირთავთ ვებგვერდზე, რომ ეს მისაწვდომი იყოს, როგორც თავიდან გითხარით, როგორც იქნება ეს შესაძლებელი, რომ ნახოს სტუდენტმა. ამითი დავამთავრე ეს, ასე ვთქვათ, ჩემი საინფორმაციო ნაწილი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მზად ვარ თქვენი შეკითხვები ან კომენტარები მოვისმინოთ, თუ რაიმე წინადადებები გაქვთ, ჩვენ ამ პროგრამაზე ვმუშაობთ, შესაძლებელია მისი კიდევ დახვეწა და სიამოვნებით მოვისმენ თქვენს კომენტარებს. დიდი მადლობა. აქ ხარისხის ეს უნდა შევათანხმოთ ხარისხის სამსახურთან, ჩავიწერე ეს თქვენი კომენტარი, გასაგებია. გასაგებია, ჩავიწერე თქვენი კომენტარი, ხარისხის სამსახურთან შევათანხმოთ და შევეცდებით, რომ რაღაცა ფორმები მოვძებნოთ ამისათვის. მადლობა. ეხლა მე როგორც ბიოქიმიკოსმა შეიძლება ძალიან კარგად ვიტყოდე, რაოდენობრივი მეთოდი რა არის და თვისობრივი, მაგრამ საერთოდ აი ეს რას ნიშნავს, როდესაც ჩვენ ფაკულტეტზე გვაქვს ლაპარაკი, პირველი შეკითხვა. მეორე შეკითხვა, სალექციო კურსი კურიკულუმში საერთოდ არ გამოჩენილა. ჩვენ ვადლებთ დაახლოებით 5-6 სალექციო კურსს დოქტორანტურაში. ესე იგი ჩვენ ვიღებთ ამ კურსებს, ეს მეორე შეკითხვა არის. ეს მეორე შეკითხვა და მე თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხლა ჩვენ გვაქვს რაღაცა სქემა იმის თქვა 60 კრედიტი ამაში, როგორ ფიქრობთ განაწილებას მიახლოებით მაინც თქვენ წარმოადგენთ სქემაში? დიახ, მართალია სალექციო კურსები, ანუ ის სალექციო კურსები, რომელიც აქამდე იყო, აღარ იქნება სადოქტორო პროგრამაში და ეს სალექციო კურსები თქვენ შეგიძლიათ ჩაიტანოთ მაგისტრატურის დონეზე და ასეთ ანუ წაიკითხოთ მაგისტრატურაში ეს კურსები, რომელსაც აქამდე სადოქტორო დონეზე კითხულობთ. მეორე კითხვა იყო კვლევის მეთოდებთან დაკავშირებით. დიახ, ანუ ეს იქნება ამ ეტაპზე ორი ცალკე კურსი, ერთი იქნება რაოდენობრივი კვლევის მეთოდები, მეორე იქნება თვისებრივი კვლევის მეთოდები. აქ შეიძლება, რა თქმა უნდა, თქვა სპეციალობამ რაღაცა თავისი ვარიანტი შემოგთავაზოს, ზოგად ვარიანტს ჩვენ შეგატყობინებთ და ეს მოლაპარაკების გზით შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველა შეიძლება ქონდეს თავისი. მაგალითად, შეიძლება ბიოლოგიას მიაჩნდეს პირობითად ვაღობ, რომ ფაქტორული ანალიზი არ ჭირდება, ხო? თქვა ამ კურსში შეიძლება რეგრესიული ანალიზი სავარაუდოდ ყველა სჭირდება, მაგრამ ფაქტორული ანალიზი არ ჭირდება რომელიღაცა სპეციალობას, შესაბამისად თქვა შეიძლება ეს ნაწილი ამოიღოს იმ კურსიდან. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თვისებრივშიც ასევე გვექნება სხვადასხვა თვისებრივი მეთოდი, თქვა იქ ინტერვიუს ჩატარების ტექნიკა, თქვა ინტერვიუს სხვადასხვა ვარიანტები, თქვა ჯგუფური ინტერვიუ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეიძლება ასევე რომელიღაცა პროგრამას მიაჩნდეს, რომ ეს მას არ ჭირდება და ბუნებრივია, მაშინ არ აიღებს ამას სტუდენტი. დიახ, და მესამე კითხვა კრედიტებთან დაკავშირებით, ეს როგორც გვაქვს ჩვენ პრინციპი ზოგადად, მთლიანად პროგრამა შედგება 180 კრედიტისგან.
აქედან თვითონ პროგრამები ანაწილებენ, თუმცა რა თქმა უნდა უმეტესობა კრედიტებისა ჩვეულებრივ არის ხოლმე 60-100-ზე, ხო? აი ამ 60 კრედიტში ძირითადად ეს კურსები ეტევა. ეს კრედიტები ჩვენ დათვლილი გვაქვს, ამ კრედიტებიან ვარიანტსაც მოგაწოდებთ, თქვენებათ. ანუ არ იქნება აქ პრობლემა. ისევ და ისევ ჩაჯდება იმ კრედიტებში, რომელშიც აქამდე ჯდებოდა. არ შეიცვლება ამ ხრივ არაფერი. უშუალოდ რაც რაოდენობრივ მეთოდებს ეხება, აი რაოდენობრივი მეთოდები, ნუ ხარისხობრივზე მე აქ ვერაფერს ვერ ვიტყვი. აქ არის მართლა ძალიან სპეციფიკური კვლევიდან გამომდინარე, მაგალითად რაღაც კვლევაში, რომელსაც თქვა ჩვენ ვატარებთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ლოგისტური რეგრესია, ძალიან მნიშვნელოვანი არის თავარი კომპონენტების ანალიზი და მრავალცვლადიანი ანალიზები. სხვაგან შეიძლება უფრო თქვა პარამეტრული სტატისტიკა და ასე შემდეგ და აი ამაზე იქნება ესე იგი რამდენად ინდივიდუალური კურსები შეიძლება იყოს. მადლობ კითხვებისათვის. ესე იგი, პირველი და მეორე, ანუ პირველი ეხება რა თქმა უნდა ცვლილებას, ანუ ადრინდელი დოქტორანტები გაყვებიან თავის ხაზს, როგორც აქამდე იყო, რა თქმა უნდა მათ არაფერი არ დაეკარგებათ აქამდე რაც ჰქონდათ აღებული და როგორც ჰქონდათ აღებული, თუ მათ მოუნდებათ რომელიღაც აქვთ ნიშა, ადგილი, რო კრედიტები შეავსონ, ჯერ არ აქვს შესებული და მოუნდებათ რომელიმე ახალი კურსის აღება კი ბატონო, ეს მათი ნება. ასევე თუ მათ უნდათ რომ შევსებული აქვთ ეს კრედიტები, მაგრამ კიდე უნდათ რომ კურსი აიღონ, კი ბატონო აიღონ, უბრალოდ ეს კრედიტები იქნება მეტი, ვიდრე ვთქვათ 60, ხო? ეს მათი ნება. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად თავისუფალია სტუდენტი. რაც შეეხება თემის შეცვლას, ეს ალბათ უკვე წინა პროგრამასაც ეხებოდა და ამ პროგრამის გამო თემის შეცვლა არ მოუნდება. მას ალბათ თავისთავად მოუნდება თემის შეცვლა, რაც არ უნდა პროგრამა შევთავაზოთ მას. ეს არის წმინდა ადმინისტრაციული საკითხი და რამდენადაც ვიცი, აქაც მე მგონი არ უნდა იყოს რაღაცა პრობლემა, იმიტომ რომ შესაძლებელია რომ რაღაცა გლობალური ცვლილება მოხდეს სტუდენტს. მათ აიკითხოს აი ეს რომ რაც თქვით ეს ლიტერატურა უახლესი და აღმოაჩინოს რომ რაღაცა ვერ იპოვა ეს ნიშა და მაშინ თემას ცვლის იქიდან გამომდინარე, ალბათ ესეც შესაძლებელი უნდა იყოს. და რაც შეეხება ესე იგი აი ამ ტემპუსის პროექტს, რომელშიც თქვენ აქტიურად ხართ ჩართული, რამდენადაც მე ვიცი, თუ ეს სტატისტიკის სილაბუსი არსებობს, ეს ჩვენთვის მხოლოდ პლუსია და ძალიან მოხარულე გამიხარდა ეხა მე ეს რო გავიგე, იმიტომ რომ შემდეგი ნაბიჯი ერთ-ერთი იქნება, რომ ჩვენს უნივერსიტეტში არსებულ სტატისტიკოსებს უნდა შევხვდეთ და უნდა ვისჯელოთ ამაზე, უნდა გავაკეთოთ სილაბუსი, თან საკმაოდ მოკლე ვადებში, იმიტომ რომ მოხსენებათ ეს აკრედიტაციას უნდა მივაწოდოთ და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, პირდაპირ გთხოვთ მაშინ, რომ იქნება ეს მონახაზი არის თუ რაც არის, მოგვაწოდოთ, გქონებავთ მე სტატისტიკოსებთან ერთად შევხვდეთ, ასევე თქვენც მოგძალდით და ეს ამას გამოვიყენებთ აუცილებლად და რა თქმა უნდა მოქნილობის შესაძლებლობა უნდა იყოს მაქსიმალური, თუ სტუდენტს არ ჭირდება, თქვათ, არაპარამეტრული მეთოდები არ გაივლის, თქვათ, თუ ესე იგი რეგრესიაში, რა თქმა უნდა, ლოგისტიკური რეგრესია შევა, იმიტომ რომ ეს ბუნებრივია, პირველი ვარიანტი ამისი არის.